არტე ფრანსი წარმოგიდგენთ. მარადიული ქალაქი. ამ საღამოს ვილა მედიჩიში დიდი დღესასწაულია. 350 წლის წინ 1666 წლის 11 თებერვალს აქ საფრანგეთის აკადემია გაიხსნა. დაწესებულება, რომელიც ისტორიის კვალდაკვალ აგრძელებს ცხოვრებას იტალიის დედაქალაქის გულში. რადგან უკვე 350 წელი არსებობს, ეს ნიშნავს, რომ მან ომებსა და ვნებებს გაუძლო და იყო ერთდროულად ძლიერიც და მოქნილიც. ეს გახლავთ არტისტების სახლი, ყველა შემოქმედის კერა. მოდით ამ გამორჩეული ადგილის დროის კულისებს მივყვეთ და ფაქტების ის ვერსია აღვადგინოთ შენობის კედლებზე ყველგან რომ გვხვდება. დაწესებულება, სადაც მხოლოდ ცნობილი ადამიანები მოღვაწეობდნენ, ყველასგან განსხვავებულია. ვილა მედიჩი, ხელოვნების 350 წლიანი სიყვარული. რეჟისორი ლორანს ტირია. ის ქალაქის ყველა მაღალი წერტილიდან ჩანს და რომაული პეიზაჟის განუყოფელი ნაწილია. ეს ვილა მედიჩი გახლავთ. აქვე ვხედავთ ქვაზე ამოტვიფრულ სიტყვებს. საფრანგეთის ეროვნული აკადემია. ვილა მედიჩი. აკადემია. ეს სახელწოდება ყველანაირ კვალს ფარავს. იმისთვის, რომ მრავალი საიდუმლო გავარკვიოთ, ეს მძიმე კარი უნდა შევაღოთ. შესვლისთანავე ვხედავთ ლუი მე-14-ის ქანდაკებას. 350 წლის წინ რომში საფრანგეთის აკადემია სწორედ მან დააფუძნა. პარიზი. უამრავ შეკითხვაზე პასუხს სწორედ ამ ქალაქში ვიპოვით. საფრანგეთსა და იტალიას შორის მიმოსვლა არ წყდებოდა. მეფე მზის მოტივაციის გასარკვევად ეროვნულ არქივში მივდივართ. ათასობით საქაღალდეს შორის შევნიშნეთ ორიგინალური დოკუმენტი, რომელიც 1666 წლის 11 თებერვლით არის დათარიღებული და რომელიც განსაზღვრავს ამ ახალი დაწესებულების სტატუსს. ლუი მე-14 და მინისტრი ჟან-ბატისტ კოლბერი რომში სამხატვრო აკადემიას ხსნიან. რატომ რომში? იმიტომ რომ ეს ქალაქი გახლავთ ადგილი, სადაც ანტიკური ხანის ნაშთები ყველაზე დიდი რაოდენობით არის შემონახული და იმ პერიოდში რომი უზენაესი ესთეტიკის მოდელად იყო მიჩნეული. ამიტომ აკადემიაში მოქმედებს საკმაოდ ზუსტი და დეტალებით გაწერილი სტატუსები და რეგლამენტი, სადაც მითითებულია, რომ ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის აკადემია დაკომპლექტებული იქნება 12 ფრანგი კათოლიკე ახალგაზრდით. ახალგაზრდა, ანუ დაუქორწინებელი მამაკაცი, მოწაფე უნდა ყოფილიყო ფრანგი და არა უცხოელი, მხოლოდ კათოლიკე და არა პროტესტანტი. ამ რეგლამენტის წყალობით ვიგებთ, რომ აკადემია მართლაც საგანმანათლებლო ადგილია, სადაც ასწავლიდნენ მათემატიკას, ანატომიას და გეომეტრიას. თუმცა რეგლამენტი იმდენად მკაცრია, რომ აღნიშნული დაწესებულება ხშირად მონასტერთან ასოცირდება, სადაც ადამიანები ზაფხულობით დილის 5 საათზე, ხოლო ზამთარში 6 საათზე დგებიან და სადაც რელიგიის პატივისცემა სავალდებულოდ ითვლება. აქ წერია, რომ ახალგაზრდული აკადემიის ყველა წევრმა უნდა იკითხოს ლოცვები, დაესწროს ღვთისმსახურებას და ყურადღებითა და მოგრძალებით მოისმინოს იქნათქვამი ყოველის სიტყვა. პანსიონერების მისია რომის ანტიკურ ქალაქად წარმოჩენა, ხოლო მოტივაცია მეფის დიპლომის მიღება. მე-19 საუკუნეში ამას რომის პრემიას უწოდებდნენ, რაც მეტად პრესტიჟული ჯილდო გახლდათ. რომის პრემია საკმაოდ რთული კონკურსია და რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ამ დროს ჯერ ესკიზებს, შემდეგ კი მთლიან კომპოზიციებს ქმნიან. ხელოვანები რამდენიმე დღით ოთახებში იკეტებიან და შემდეგ თავიანთ ნამუშევრებს ნატიფი ხელოვნების სკოლის კომისიას წარუდგენენ, რომლებმაც საუკეთესო უნდა შეარჩიონ. კონკურსში მონაწილეთა რიცხვი საკმაოდ მაღალია. ბედნიერი რჩეული რამდენიმე წლით 4-დან 5 წლამდე ვადით რომში მიემგზავრება. 1968 წელს ეს ჯილდო უქმდება. სტატუსები და რეგლამენტი შედარებით რბილდება, ხოლო დისციპლინების რაოდენობა იზრდება. ამჟამად აკადემია ყოველწლიურად 12 პანსიონერს იღებს.
ვერსალი. სწორედ აქ ვხვდებით იტალიის მიერ დატოვებულ რამდენიმე ანაბეჭდს. 1661 წელს სასახლეში მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. 5 წლის შემდეგ სიძველის მიმართ მეფის ზომაგადასული სიყვარულის საპასუხოდ აკადემია იხსნება. ყველა სამეფო რეზიდენციის დეკორაცია ასეთი იქნება. ვერსალის მარმარილოს ზოგი ქანდაკება 300 წლის წინ რომშია შექმნილი. ასლები, რომელთა შექმნაც ვერსალის მოქანდაკეებს მოსთხოვეს, ლუი მე-14-ის ეპოქის წარჩინებული ოჯახების, მედიჩების, ფრანეზეების, ბორგეზეების, ლუდოვიზებისა და აგრეთვე პაპისა და კაპიტოლიუმის კოლექციებიდან არის გადაღებული. ამ ნამუშევრებს რომში ვერ ნახავთ, რადგან ისინი სხვადასხვა კოლექციებშია მიმოფანტული. აქ ვერსალში კი ეს ნამუშევრები ერთადაა თავმოყრილი, რის გამოც ვერსალი იდეალური მუზეუმი გახლავთ. თუმცა რომაული დაწესებულება გაცილებით მეტია, ვიდრე ასლების თავმოყრის ადგილი. სინამდვილეში ლუი მე-14-მ 72 წლიანი მმართველობის პერიოდში იტალიური კოლექციებიდან მხოლოდ 2 ანტიკური ქანდაკების მოპოვება შეძლო. ერთი ეს შედევრია, რომელიც დიდი ბრძოლით მოიპოვა. პაპებმა ერთგვარი პროტექციონისტური პოლიტიკა შემოიღეს და ანტიკური რომის ნამუშევრების ექსპორტი აკრძალეს. 1685 წელს, ანუ იმ დროს, როცა მონუმენტის ჰერმესი სანდალს იკრავს, იდვა იგეგმებოდა რომში საფრანგეთის აკადემიის დირექტორს მატიე დელა ტელიერს რამდენიმე წერილი გაუგზავნეს, ის კი ცდილობდა საქმე ისე მოეგვარებინა, რომ ნამუშევრის რომიდან გატანა სკანდალი არ მოხოლოდა. ასე თუ ისე, ეს იქნებოდა პაპის მიერ შემოღებული აკრძალვის დარღვევა, რომელიც ხელოვნების ნიმუშების ექსპორტს უკავშირდებოდა. აკადემიის შექმნასთან დაკავშირებულ დოკუმენტს ბევრჯერ მივუბრუნდით და გადავიკითხეთ. მაგრამ მასში მედიჩების ვილა ნახსენებიც არ არის. რა ხდება? ამის გასარკვევად ისევ რომში ვბრუნდებით. ჩვენთვის ცნობილია, რომ აკადემიამ მისამართი რამდენჯერმე შეიცვალა. მისი უკანასკნელი მისამართი აქ, ქალაქის ხმაურიან ვია დელ კორსოზე ფიქსირდება. უამრავი პერიპეტიის გავლის შემდეგ პანსიონერები მანჩინის სასახლეში მკვიდრდებიან. დაარსებიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ რომში საფრანგეთის აკადემია სირთულეებს აწყდება. ეს გახლავთ ფინანსური და ამავე დროს მენტალიტეტის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემები, რადგან რომი აღარ ითვლება დახვეწილი გემოვნებისა და ხელოვნების ჭეშმარიტ დედაქალაქად. საბედნიეროდ 1725 წელს მდგომარეობა აკადემიის სასარგებლოდ იცვლება და დაწესებულება მანჩინის სასახლეში გადადის, რაც მისთვის დიდი კულტურული ერის დასაწყისი ხდება. ახლა უკვე მთელი ევროპის მზერამისკენ არის მიპყრობილი. საფრანგეთის აკადემიის მიბაძვით სხვადასხვა ქვეყნებში იხსნება აკადემიები. მისი პანსიონერები ხდებიან ფრანგი ხელოვანები, მათ შორის ფრანსუა ბუშე, ცნობილი შედევრის ტიბოლის ჩანჩქერის ავტორი ჟან ონორე ფრანგონარი და ჟაკ ლუი დავიდი. ჟაკ ლუი დავიდი. დავიდისთვის რომი ნოყიერი მიწა აღმოჩნდება. აკადემიაში შესრულებული საკუთარი ნამუშევრის რეალიზებისთვის ის ლუვრის მუზეუმზე უკეთეს ვარიანტს ვერ ხედავს. რომის პარისთან დაკავშირებით ჟან ლუი დავიდ შედარებით რთული ისტორია აქვს. მანამდე ვიდრე შექმნის ტილოს სახელწოდებით მარსისა და მინერვას ორთაბრძოლა, მან სამჯერ სცადა ამ პრიზის მოპოვება. ნამუშევარი ბუშეს სტილშია შესრულებული. სიშიშვლის, ღრუბლებისა და ვარდისფერ ლურჯის აღებავების სქელი ფენების გამოყენებით, რის გამოც მისი შესრულების ესთეტიკა იმ პერიოდშივე ოდნავ მოძველებულად წარმოჩინდა. 1784 წელს დავიდი პირველ სამეფო შეკვეთას იღებს. ის აკადემიის პანსიონერი აღარ არის, მაგრამ ისევ რომში ბრუნდება შთაგონებისთვის. აქ ჟაკ ლუი დავიდი ქმნის თავის პირველ შედევრს, სახელწოდებით ჰორაციუს თაფიცი, და ამგვარად დიდი ნეოკლასიკოსი მხატვრის სახელს იმკვიდრებს. ვაგრძელებთ რომში ჩვენს გამოძიებას.
ვშორდებით ლუი მე-14-ს. ავდივართ ბნელ კიბეზე და ჩვენ თვალწინ ვილა უფრო ფართოდ იშლება. ლოჯიაში ერთი წარწერა იპყრობს ჩვენს ყურადღებას. ნაპოლეონ დიდს მადლიერი ხელოვნება. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ეს დაწესებულება ისტორიას ყოველთვის კვალში მიჰყვებოდა. 1796 წელს ნაპოლეონ ბონაპარტე იტალიაში კამპანიას იწყებს. 2 10-წლეულის განმავლობაში ტრანსალპურ ქვეყნებს მორჩილებაში ყოფნას აიძულებს. რომში რამდენიმე წლით ადრე მანჩინის სასახლეს, სადაც აკადემიაა განთავსებული, უმძიმესი დრო უდგას. რევოლუციის პერიოდი აკადემიისთვის მეტად რთული გამოდგა. ადგილობრივები მანჩინის სასახლეს ანადგურებენ, რადგან აკადემია ახალი რესპუბლიკის სიმბოლოდ აღიქმება. ისინი აოხრებენ კოლექციებს, არტისტებს ქუჩაში ყრიან და მრავალი წლის განმავლობაში დაწესებულება შენობის გარეშე რჩება. მოხეტიალი არტისტებისთვის ნაპოლეონი ცდილობს ამ გასაოცარ ძეგლს ვილა მედიჩის დაეუფლოს. 1803 წელია. იმისთვის, რომ უამრავ შეკითხვაზე პასუხი მივიღოთ, ვილა მედიჩის ბიბლიოთეკაში მივდივართ. ეს არის გაცვლის აქტი, რომელიც საფრანგეთის აკადემიას საშუალებას აძლევს რევოლუციური ქართეხილის შემდეგ მანჩინის სასახლიდან მედიჩის ვილაში გადავიდეს. ამ შენობის მოპოვება იოლი არ ყოფილა, მაგრამ ნაპოლეონის ძალისხმევითა და ტალეირანის მანევრების წყალობით აკადემია ბინას ამ პრესტიჟულ შენობაში იდებს და იტალიიდან საფრანგეთს ემსახურება. ტალეირანი საგარეო საქმეთა მინისტრია. პაპის ვეტოს შიშით მოლაპარაკებებს ფარულად აწარმოებს. რომის პაპი პიუს მე-7 ეჭვის თვალით უყურებს განსხვავებული რელიგიური და პოლიტიკური მოსაზრებების მქონე ფრანგი არტისტების ვილაში დამკვიდრებას. ამ დოკუმენტის გაცნობა მეტად ამაღელვებელია, რადგან სწორედ ამ პატარა ფურცლის წყალობით ეს დიდებული ნაგებობა, ვილა მედიჩი, ჩვენს ხელოვანებს გადაეცათ. ეს დოკუმენტი რომ არ ახლა, კორსოს სანაპიროს დავინძურებულ სასახლეში, მოპედების გამაყრუებელ ხმაურში ვიქნებოდით. ნაპოლეონი აკადემიას ახალ სულს შთაბერავს. ეს არის ხელოვნების მიმართ სიყვარული. პატივისცემის ძიებაში მყოფი რეჟიმისთვის პრესტიჟის გაცნობიერება თუ სურვილი ფეხი დადგან ლუი მე-14-ს ნაკვალევზე. ნაპოლეონი ამაში არ შემცდარა. ვილას სხვა ცნობილ გვარს ეკუთვნოდა. იმისთვის, რომ აქაურობის მფლობელს გავეცნოთ, ზერის ზემოთ აპყრობაც საკმარისია. მის ვინაობას გერბი გვიმხელს. ვილა მედიჩების გვარს ეკუთვნის. 1576 წლიდან აქაურობა კარდინალ ფერდინანდო მედიჩის რეზიდენციაა. როცა კარდინალი ფერდინანდო მედიჩი ამ მიწის მფლობელი გახდა, ეზოში მხოლოდ მცირე ზომის შენობა იდგა. მან მშენებლობა არქიტექტორ ბართლომეო ამანატის მიანდო, რომელმაც აქაურობა მთლიანად გარდაქმნა და შენობა რენესანსის ეპოქის რომის ყველაზე დიდებულ ვილად აქცია. კარდინალთან ერთად ის ბარელიეფის კოლექციას ამზადებდა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მეპატრონისთვის ჩანჩქერები წარედგინა, რაც იმ პერიოდში ძალიან ხშირი იყო, მან საოცარი დახვეწილობით გამორჩეული დიდებული პრეზენტაცია მოაწყო. შედეგად მივიღეთ ღია ცის ქვეშ მოწყობილი ქვის მუზეუმი, სადაც ბარელიეფი პროპორციებისა და სიუჟეტების სიმეტრიას ეხმაურება. ამ ანტიკურ კოლექციაში საზოგადოების ყურადღებას პერსპექტივაში წარმოდგენილი ეს გასაოცარი ბარელიეფი იქცევს. პარიზის სასამართლო არის სცენა, სადაც პარიზმა უნდა გადაწყვიტოს სამი ქალღმერთიდან რომელია ყველაზე ლამაზი. ეს ცნობილი ბარელიეფი მეტისმეტად მნიშვნელოვანია, რადგან ასლი რაფაელის გაკეთებულია. ეს ნამუშევარი ედუარდ მანეს შთაგონების წყაროდ იქცა, როცა ცნობილ კომპოზიციას საუზმე ბალახზე ქმნიდა. ამგვარად დამყარდა საინტერესო კავშირი ანტიკურ ხანას, რენესანსის სასახლესა და ედუარდ მანეს თანამედროვეობას შორის. იმისთვის, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს, ამ გამორჩეული პიროვნების შესახებ უფრო მეტი რამ უნდა გავიგოთ.
ირკვევა, რომ ამ ადამიანსა და კარდინალს ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები გააჩნიათ. ის იტალიაში ყველაზე ცნობილი და ძლიერი არისტოკრატული ოჯახის მედიჩების გვარის შთამომავალია. რამდენიმე წლით ადრე მამამისი ტოსკანის ჰერცოგი გახდა, რომში ერთადერთი მიზნით ცხოვრობს. დაიცვას საკუთარი ოჯახის ინტერესები და ემსახუროს როგორც რომის კურიას, ასევე პაპს. მალე სახელს გაითქვამს როგორც დახვეწილი გემოვნების მქონე ადამიანი. ძალიან დიდ ფულს ხარჯავს ბარელიეფისა და ქანდაკებების შესაძენად. ასევე გამორჩეულია დიპლომატიური ნიჭით და ცდილობს მჭიდრო კავშირი დაამყაროს როგორც ესპანეთის, ასევე საფრანგეთის სამეფო კართან და იტალიის წარჩინებულთა ოჯახებთან. და ბოლოს ეს ადამიანი გამორჩეულია ინტელექტუალური თვალსაზრისითაც. მის გვერდით ხედავთ ცნობილ ჰუმანისტებს, პიეტრო ანჯელი და ბარგას, რომელიც არა მხოლოდ ბერძნულისა და ლათინურის პედაგოგია, არამედ პოეტიც და ასტროლოგიც. საცხოვრებლად ვილა მედიჩიში გადასვლის შემდეგ კი მისი ნდობით აღჭურვილი პირი ხდება. ხელოვნებით გადაცება კარდინალის პირადი ოთახების ჭერი, რომლებიც იაკოპო ძუკის მიერ არის მოხატული, ამის ნათელი მაგალითია. მაგრამ ეს ყველაფერი გაცილებით იდუმალია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ეს ჭერი გასაოცარია. ერთდროულად ფილოსოფიური, ასტროლოგიური და მაგიურია. ფილოსოფიურია მუზების გამო, რომლებიც პერიფერიებზეა წარმოდგენილი. მუზების არსებობის შესახებ ხომ იმ მითებიდან ვიგებთ, რომლებიც ანტიკური ხანიდან მომდინარეობს. ისინი პლანეტებს მოძრაობის ბიძგს აძლევენ და მათი გავლენის ხასიათს განსაზღვრავენ. ასტროლოგიის ელემენტებს ხედავთ ცენტრალურ ტილოზე, იუპიტერისა და მზის კავშირით. საერთო ჯამში ეს ჭერი მოხატულ ფილისმად შეიძლება მივიჩნიოთ, რაც მეტად იშვიათია რენესანსის მხატვრობაში. ეს მოხატული ფილისმა განსაკუთრებით დიდი წარმატების მომტანი იქნებოდა ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულებისათვის. კარდინალი ფერდინანდო მედიჩი კი სწორედ ამ ნიშნის ქვეშ იყო დაბადებული. ეს მისი ნიშანი იყო. ეს მისი საძინებელი ოთახია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი განსაზღვრავდა მის ბედს. ეს დაეხმარებოდა გაცხადებულიყო ყველაფერი, რაც 1559 წელს ასტროლოგმა უწინასწარმეტყველა მედიჩი ტოსკანის ჰერცოგი გახდებაო. საინტერესოა, თილის მის ძალა მართლა იმოქმედებს? ამას მოგვიანებით გავიგებთ. ჯერ ვილას ბაღში გავიდეთ და აღმოვაჩინოთ გასაოცარი ადგილი, რომლის სიმწვანეში რამდენიმე პანსიონერის სახელოსნოა ჩაფლული. გამარჯობა. საქმე ეხება მცირე პავილიონს, რომელიც აქაურობის ყოველ ბინადარს სამუდამოდ დაამახსოვრებს ისტორიას. მე-19 საუკუნის დასაწყისში, როცა საფრანგეთის აკადემია რომში მედიჩების ვილაში გადავიდა, ბაღის ყველა პავილიონი სახელოსნოდ გარდაიქმნა, ხოლო უძველესი დეკორაციები ახალი ფენებით გადაიფარა. 1985 წლის ივლისში მე და ჟერალდინ ალბერსმა, რომელიც რესტავრატორი გახლავთ, რენესანსის ეპოქის ეს დეკორაცია აღმოვაჩინეთ. მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ის რამდენჯერმე გადაიღება სხვადასხვა მხატვრების მიერ. 2 საუკუნის განმავლობაში წერბოს აღებავით 7 ჯერ გადაღებილი ნახატების ქვეშ ნამდვილი საოცრება ჩიტების ოთახი გამოჩნდა, რომელიც 1566 წელს ფერდინანდო მედიჩის დავალებით ფლორენციელმა იაკოპო ძუკიმ მოხატა. ზუსტად კარის თავზე ჟერალდინმა საღებავის ფენა მოაშორა, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ. მერე სხვა ადგილებში ვეძებეთ. უკვე გვეგონა, რომ ძველი ნახატები საბოლოოდ წაშლილიყო. ბოლოს ამ კუთხეში დავინახეთ. მუშაობა გავაგრძელეთ. ეს ცხოველი თრითინა აღმოჩნდა. ძალიან გაგვიმართლა, თავიდან ულაშის ადგილია მოვკაწრე. ამ ცხოველის დანახვა ფანტასტიკური შეგრძნება იყო. ერთი სიტყვით, ძალიან გახარებულები ვართ. 50 კვადრატული მეტრის ფართობზე წარმოდგენილი ჭეშმარიტი ფერწერული საგანძური დასტურია იმისა, რომ რენესანსის ეპოქის ეს უფლისწული იყო მეცენატი და აფინანსებდა როგორც ხელოვნებას, ასევე მეცნიერებას.
ეს ნამდვილი ორნითოლოგიური ენციკლოპედიაა. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ფრინველის სასამართლე სახეობა. მოზრდილი ფრინველების დიდი ნაწილი პირდაპირ არის გადაწერილი მე-16 საუკუნის ცნობილი ორნითოლოგიური ხელშეკრულების გრავიურებსა და ქსილოგრაფიებზე. აქ წარმოდგენილ ასეულობით ფრინველთა შორის რამდენიმე გამორჩეულია. ისინი მე-16 საუკუნეში ევროპაში შემოიყვანეს, მაგალითად ეს ციცარი და ხეზე შემომჯდარი ეს შესანიშნავი ინდაური, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ ამერიკიდან გვესტუმრნენ. აქ წარმოდგენილ ფრინველებს შორის ხედავთ სამოთხის ჩიტსაც, რომელიც ფრენის პროცესშია. ამასთან დაკავშირებით ერთი ამბავი გამახსენდა. მე-16 საუკუნეში ცენტრალური ამერიკიდან სამოთხის ჩიტების შემოყვანისას მათ გარკვეული მიზნებით თათებს ამტვრევდნენ. ევროპაში კი სჯეროდათ, რომ ამ ფრინველებს თათების საერთოდ არ ჰქონდათ და დაჯდომა არ შეეძლოთ. მის გვერდით ავრორას ოთახია, სრულიად განსხვავებული, მაგრამ დახვეწილი დეკორაციით. ადგილი, რომელიც კარდინალის სახეს შედარებით კონფიდენციალური კუთხით წარმოგვიდგენს. ეს უპირველეს ყოვლისა, მშენებლობის სანახავად მისული მფლობელის მოსასვენებელი სივრცე იყო. გარდა ამისა, ის აქ იღებდა მეგობრებს, რომლებსაც თან ახლდნენ საყვარლები. ამას იმწლებით დათარიღებული წერილებიც ადასტურებს. კარდინალს თავის ფუნქცია არ აკმაყოფილებს. მას რეალური ძალაუფლება სჭირდება. მისი უფროსი ძმა ბნელით მოცულ ვითარებაში კვდება. ცხადია, კარდინალი მის ადგილს იკავებს. დაბადების ჰოროსკოპი მას ტოსკანის დიდი საჰერცოგოს მმართველობას უწინასწარმეტყველებდა. არადა ის კოზიმო პირველის მეოთხე ვაჟი იყო და წესით დიდი ჰერცოგი ვერ გახდებოდა. მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს ჰოროსკოპი გამართლდა და ამაში დიდი წვლილი შეიტანა მედიჩის ვილაში მისი საძინებლის მოხატულმა ჭერმა, რომელიც მისთვის ერთგვარ თილისმად იქცა. 1587 წელს ტიტულის მიღების შემდეგ კარდინალი აქაურობას ტოვებს. ამ დროს ვილა ჯერ ისევ დაუმთავრებელია. კარდინალს თან მიაქვს კოლექციის დიდი ნაწილი. სასახლე თანდათან კარგავს ბრწყინვალე იერს. 1650 წელს რომში ყოფნისას ველასკესი მის მელანქოლიურ სურათს ხატავს. ფლორენცია, მედიჩების ქალაქი. გალერეა უფიცი. სწორედ აქ არის დაცული იმ ნამუშევართა დიდი ნაწილი, რომელიც კარდინალმა რომიდან ჩამოიტანა. მათ შორის გახლავთ ანტიკური ქანდაკებების ერთობლიობა, სახელწოდებით ნიობიდები. რენესანსის ეპოქაში ანტიკური ნივთების მოხვეჭა ხელოვნების მოყვარულებს აკვიატებად ექცათ. ეს სიძველეები მნიშვნელოვანია როგორც ესთეტიკური, ასევე ფორმალური და ფილოსოფიური თვალსაზრისითაც. კარდინალის კოლექცია კი გამორჩეულია ხარისხითაც და რაოდენობითაც. როგორც წესი, არქეოლოგიური გათხრებისას მხოლოდ ფრაგმენტებს პოულობენ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში მას გაუმართლა და 12 ნამუშევრის მფლობელი გახდა. ერთი სიტყვით ეს გახლავთ მისი კოლექციის მეტად პრესტიჟული და მნიშვნელოვანი მარგალიტი. ნიობიდები. ბერძნული მითოლოგიის შემზარავი ეპიზოდი. ნიობიდები ნიობეს შვილები არიან. ნიობე ქალბატონი გახლავთ, რომელსაც ერთ-ერთი პირმშო ჰყავს მეხუტებული. ტრაბახობს ლეტოზე მეტი შვილები მყავსო. ლეტო აპოლონისა და დიანას დედაა. გამწარებული აპოლონი და დიანა გადაწყვეტილებას იღებენ დედის გამო შური იძიონ და ნიობეს შვილებს უკლავენ. ნიობეს ვაჟის სიკვდილის პირასა ის აპოლონმა დაჭრა. მოქანდაკე დიდებულად წარმოგვიჩენს წონასწორობას, ტკივილის გამოხატულებას, უკან გადაგდებულ თავსა და დაჭიმულ კუნთებს შორის. და ამავე დროს წარმოგვიდგენს ანატომიის დელიკატურობას. ხედავთ კარგად გამოყვანილ ფეხებს, ხელებს, მაჯებს. მოქანდაკე აქაც იცავს წონასწორობას, ტკივილის გამოხატულებასა და სილამაზის შენარჩუნებას შორის. სწორედ ეს წონასწორობა აჯადოებდა რენესანსის ეპოქის საზოგადოებას. ეს გახლდათ ტკივილის აღწერის და სილამაზის შენარჩუნების ახლებური გადაწყვეტილება. ვილა მედიჩის გვერდით ზოგიერთმა პანსიონერმა სახელოსნო მოიწყო. ამ ადგილას ჭალის გადასახვევთან დეჟავიუს განცდა ჩნდება. ნიობიდების ქანდაკებების მიზანსცენა ფლორენციისგან სრულიად განსხვავებულია. გაცილებით ნატურალისტური კომპოზიცია მხატვარი ბალთუსის სახელს უკავშირდება.
ბალთუსი. ის 17 წლის განმავლობაში აკადემიის დირექტორია. 1961 წელს ამ თანამდებობაზე მას თავისი ახლო მეგობარი, კულტურის მინისტრი ანდრე მალრო ნიშნავს. მინისტრის განზრახვა ნათელია. უძრაობის წლების შემდეგ აქაურობას პრესტიჟი უნდა დაუბრუნდეს. ხელოვანი სასახლეში ბევრს მუშაობს. აქ ბალთუსის აჩრდილი ყველგან იგრძნობა. აკადემიის დირექტორს მურიელ მაიეტ ჰოლცს არტისტის პირად აპარტამენტში მივყავართ, რომელიც ამჟამად მის განკარგულებაშია. ახლა ჩვენ პირად აპარტამენტში ვიმყოფებით, სადაც ადრე ბალთუსი ცხოვრობდა. ამ სასახლეს სწორედ მან შესწინა განსაკუთრებული ელფერი. ეს ფრესკები ფერდინანდო მედიჩის წინამორბედის, კარდინალ რიჩის დროინდელი გახლავთ. მე აქ ვცხოვრობ და მგონია, რომ ვცხოვრობ ისტორიაში. უფლება მომცეს ჩემი ინსტრუმენტი მომეტანა. ვიმედოვნებდი, რომ ამით ოდნავ მაინც მოვშინაურდებოდი. თუმცა აქაურობა და ეს ოთახები გაჟღენთილია ისტორიით და ძველი დირექტორების გავლენით, რომლებიც გარკვეული პერიოდი აქ ცხოვრობდნენ. რომის ფრანგული აკადემიის მიმართ მსგავსი ინტერესი არავის გამოუჩენია. ვილა მედიჩი, სადაც ეს ორგანიზაციაა განთავსებული, ულამაზესი ადგილია მთელ მსოფლიოში. ის სწორად არის შერჩეული საუკეთესოთა შორის საუკეთესო ფრანგი არტისტებისთვის, რომლებიც იქ თავიანთი სტილის დახვეწაზე მუშაობენ. ამ საკითხზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ვილა მედიჩის დირექტორი. თუმცა ერთ რამეზე არ დავფიქრებულ ვარ. ის აუცილებლად ფოტოგენური უნდა იყოს. იმედი არ შემცდარ ვარ და სწორედ ასეთი სტუმარი მეყოლება. წარსული მეტად მნიშვნელოვანია. არტისტებს, რომლებიც აქ მუშაობდნენ, მხოლოდ ერთი რამ მოეთხოვებათ. შეიგრძნონ წარსული, გააგრძელონ ძველი ტალანტების ხაზი და აკეთონ სასარგებლო საქმეები, რაც ყველაზე რთულია. უნდა იყოს საოცრად თავდაჯერებული, რომ წინამორბედებს გაუტოლდე და საოცრად თავმდაბალი, რომ ამ ოჯახის წევრი გახდე. იმისთვის, რომ ბალთუსის კვალის მტკიცებულება ვნახოთ, ზემოთ უნდა ავიდეთ. გამონაკლისის სახით დაწესებულების დირექტორის შენობის ყველაზე თვალწარმტაცი თურქული ოთახის კარს გვიღებს. ახლა თურქულ ოთახში ვართ, რომელიც მედიჩების ვილაში ყველაზე ლამაზია. დეკორაცია ყოფილმა დირექტორმა ორას ვერნემ შექმნა, რომელიც აქაურობას 1829-34 წლებში ედგა სათავეში. 1830 წლიდან ის აღმოსავლურმა დეკორმა გაიტაცა. მაროკოდან ფილები და მოზაიკა ჩამოიტანა და კედლები და იატაკი მოაპირკეთა. შემდეგ კი ჭერის მოხატვას შეუდგა. ამ ოთახში უამრავი ცნობილი ადამიანი ცხოვრობდა, რომელთა შორის გახლდათ ბიზე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის აქ ცხოვრობდა და ამბობენ, რომ შესაძლოა სწორედ ეს ადგილი გამხდარიყო მისი ნაწარმოების მარგალიტის მაძიებლების შთაგონების წყარო. შემდეგ აქაურობა საბოლოოდ უკდავყო ბალთუსმა, როცა დივანზე წამოწოლილი თავისი მეუღლე დახატა. პარიზი, ჟორჟ პომპიდუს ცენტრი. ხატვრის უკეთესად გასაცნობად შეხვედრას ვუნიშნავთ ადამიანს, რომელიც მის ნამუშევარს ყველაზე უკეთ იცნობს. როცა 1961 წელს ბალთუსი რომში საფრანგეთის აკადემიის დირექტორად დაინიშნა, მან საკუთარი საქმე ოდნავ გვერდით გადადო. ნელ ტემპში დაიწყო მუშაობა და იმ 15 წლის განმავლობაში, რომელიც რომში გაატარა, 15-ოდე ნამუშევარი შექმნა.
ტილოებზე მუშაობას სულ უფრო ნაკლებ დროს უთმობდა, რადგან პარალელურად ახალი პრაქტიკის განვითარებაზე მუშაობდა. ამ შესანიშნავმა მხატვარმა ცალკეული ნამუშევრების შექმნა დაიწყო. ეს გახლდათ არა ესკიზები, არამედ დამოუკიდებელი ნახატები, რომლებსაც შემდეგ ყიდდა. ამ ნამუშევრებით ბალთუსი აკადემიკოსის კატეგორიაში გადავიდა. მას უკვე ჰქონდა საკუთარი სამყარო და ძირითადად მოწიფულობის ასაკს მიღწეულ გოგონებს ხატავდა. სწორედ ამ პერიოდში შექმნა ნამუშევარი სახელწოდებით თურქული ოთახი, რომლითაც ის თავის ცნობილ წინამორბედებს ეხმიანება. იქნება ეს ენგრი თუ ორას ვერნე. ამგვარად, ბალთუსი ცდილობს თავი დაიმკვიდროს და კაფეოდ წარმოაჩინოს პროფესიული აკადემიზმი. 30-იანი წლების ამბოხებული მხატვარი ვილაში საკუთარ სტილს ამკვიდრებს. ის აქაურობას ეუფლება და ცდილობს შენობას საკუთარი კვალი დაამჩნიოს. ის ძალას არიშურებს, რომ აქაურობა აღადგინოს და სრულიად აღორძინოს. ბალთუსს წარმოდგენა არ აქვს, რა მდგომარეობაშია შენობა. ხელოვანი მესამე რესპუბლიკის დროინდელ მოოქრულ ხის დეკორაციებს მთლიანად ხსნის და გობელენის ხალიჩების აღდგენაზე იწყებს მუშაობას. კედლებს მთლიანად აშიშვლებს, რომ პირვანდელი ფრესკები აღმოაჩინოს. და მართლაც, საღებავების მიღმა მას უზარმაზარი დეკორაცია ხვდება. მათ შორის ეს ნახატები. ბალთუსი მუშაობას აგრძელებს მედიჩის ვილაში. და რაც ყველაზე გასაოცარია, რეალურად ბალთუსი გარდაქმნის ვილა მედიჩის და არა პირიქით, როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე. რადგან პარიზში ვიმყოფებით, გვინდა ერთი კვალიც შევისწავლოთ. საუბარია საგანძურზე, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის. ნატიფი ხელოვნების სკოლაში საბუთების ჭეშმარიტი მუზეუმი იმალება. ეს არის პანსიონერი არქიტექტორების მიერ რომიდან გამოგზავნილი წლის შეჯამება. მხატვრებისა და მოქანდაკეებისგან განსხვავებით, რომის საფრანგეთის აკადემიაში არქიტექტორები ყველაზე გვიან 1720 წელს ჩავიდნენ. მათი სასწავლო სამუშაოები სრულიად განსხვავებული იყო. არქიტექტორებს არ თხოვდნენ მაგალითად რაფაელისა და მიქელანჯელოს ასლების გაკეთებას. მათი მოვალეობა ანტიკური მონუმენტების და ცხადია რომაული ცივილიზაციის შესწავლა იყო. ეს გახლავთ 1823 წელს ფელიქს კალეს მიერ გამოგზავნილი ნამუშევარი, რომელსაც გაუმართლა და პომპეიში წასვლის შესაძლებლობა მიეცა. დოკუმენტი სრულიად უნიკალურია. რადგან აქ პომპეის ფორუმის ხედია წარმოდგენილი. ქვედა ხაზში ჩანს ნანგრევებად ქცეული ძეგლის ასეთი სურათი, როგორცაც კალე ხედავს. აშკარაა, რომ ის მეტად მგრძნობიარეა ამ შენობების პოლიქრომიის მიმართ. ზედა ნაწილში აღდგენილ შენობებს ვხედავთ, როგორიც არქიტექტორს იმ პერიოდში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების გავლენით წარმოუდგენია. ეს ყველაფერი კი გეოგრაფიულ კონტექსტშია გადმოცემული, რადგან უკანა პლანზე ვეზუვი ჩანს. 85 წლის შემდეგ პომპეიში ვინმე ჟოსლიც მიდის. მაგრამ მის მიერ გადმოცემული სურათი სრულიად განსხვავებულია. შენობები გაცოცხლებულია სხვადასხვა პერსონაჟებით, ქანდაკებებითა და მცენარეებით. ერთი სიტყვით, ჩვენ წინაშე სიცოცხლით სავსე ყოფაა გადმოცემული. ისევე როგორც კალეს 1823 წელს, ჟოსლისაც ხშირად აქვს კონტაქტი არქეოლოგებთან. მაგრამ ცხადია, ეს არქეოლოგების სხვა თაობაა. მათ ძირითადად რომაელების სოციალური და ყოველდღიური ცხოვრება აინტერესებს. და შესაბამისად ეს დოკუმენტი გახლავთ არქეოლოგიაში გაკეთებული აღმოჩენების ანარეკლი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გამგზავრებამდე ახალ აღმოჩენას ვაკეთებთ. მე-19 საუკუნის პანსიონერებს შორის ფელიქს დიუბანიც გახლავთ, რომელიც პომპეის დაგეგმარებისა და ხედების დეტალურ სურათს ქმნის. აქ ვხედავთ კედლის მეტად მნიშვნელოვან მხატვრობას, რაც ჩვენთვის აღმოჩენაა და ცხადია
დიუბანისთვისაც ფრიად გასაოცარი და დასამახსოვრებელი იქნებოდა. როცა 1840 წლებში მას ნატიფი ხელოვნების სკოლის ვიტრაჟებიანი დარბაზის შექმნა დაავალეს. ხელოვანმა მთელი პოლიქრომია პომპეის ცნობილ წითელ ფერზე აწყო. ამან კი შემოქმედს დიდი წარმატება მოუტანა. ისევ იტალიის დედაქალაქში ვბრუნდებით. ამას დავტოვებ. მედიჩების ვილაში პლასტიკური ხელოვნების მიმდევრები ლეკი და სოვატი თავიანთ ქმნილებაზე მუშაობენ. მათი თემაა განადგურება, ხილული კვალის წაშლა. ეს ძალიან კარგია. წარსული მალე წამოეწია ეფემერობის გამომსახველ ამ არტისტებს. 200 წლის წინ დიდი მხატვარი ჟან დომინიკ ენგრი ამავე სახელოსნოში მუშაობდა. აღელვებულები არა, უბრალოდ გაგვიხარდა, როცა გავიგეთ, რომ ამ სახელოსნოში სხვა დიდი არტისტებიც მუშაობდნენ. მართალია მათ დონემდე ჯერ ბევრი გვაკლია, მაგრამ სურვილი გვიჩნდება. როგორ გითხრათ? საქმე კარგად გავაკეთოთ, დიახ, ასეა. მეც ასე ვფიქრობ, მართალია. რომით და მისი სიმდიდრით საზრდოობა ერთ-ერთი მისიაა. რაც წინამორბედი პანსიონერების მსგავსად, ლეკმა და სოვატმაც მიზნად დაისახეს. რომის ერთ-ერთ ულამაზეს ფარნეზეს სასახლეში, სადაც საფრანგეთის საელჩოა განთავსებული, სარესტავრაციო სამუშაოებმა ჭეშმარიტ საგანძურს ახადაფარდა. ჩვენ თვალწინ რენესანსის ეპოქის ყველაზე გამორჩეული შედევრი კარაჩების გალერეა იშლება. ეს არის 600 კვადრატულ მეტრზე გაშლილი ფერები და სინათლე. საოცრება, რომელიც 1600 წელს ბონოლიელმა ანიბალე და აგოსტინო კარაჩიმ შექმნეს. გამარჯობა სოვატი. პაოლო პასტორელო, გამარჯობა. პაოლო პასტორელო. სარესტავრაციო სამუშაოები პაოლო პასტორელოს დაევალა. ეს საქმე 18 თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ისინი ბოლონიიდან ჩამოიყვანეს, რადგან ორივე ცნობილი იყო როგორც ინოვატორი მხატვრები. ანიბალე კარაჩის ახალი სტილი არ იყო ინოვაციური ტალღა. მხატვრობის ახალი მიმართულება. ეს გახლავთ კრეატიული მუშაობა და იმ საუკეთესოსა და დიადის აღება, რაც კონკრეტულად ამ მხატვრის შემოქმედებაში და ზოგადად იტალიის სხვადასხვა რეგიონების სამხატვრო სკოლებში იყო. ასე და ამგვარად დაიწყო ახალი ერა, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ბაროკო. ეს არის მე-16 საუკუნის სტილი, თუმცა სრულიად ახალი ბაროკო. ეს გახლავთ შეუდარებელი ნამუშევარი, რომელიც ტოლს არუდებს მიქელანჯელოს თუ რაფაელს. საუკუნეთა განმავლობაში აკადემიის პანსიონერები მის ასლებს წერდნენ და ასე გრძელდება დღემდე. ნამუშევარი მართლაც გასაოცარია. გეცინება, როცა ადამიანები ქუჩის მხატვრობაზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს მასზე ახალი და დახვეწილი არაფერი არსებობდეს. მაგრამ როცა ამ კედლის მხატვრობას შეხედავ, რომელიც შესრულებულია ბრწყინვალედ, დიახ, ბრწყინვალედ, ცხადი აღფრთოვანებული დარჩები. გალერეაში უმნიშვნელოვანესი სამუშაოა შესრულებული. მაგრამ ლეკი და სოვატი აქ სულ სხვა რამის გამო მოვიდნენ. პაოლომ და მისი ჯგუფის წევრებმა რესტავრაციის პერიოდში საღებავის რამდენიმე ფენის ქვეშ ხელმოწერები, თარიღები და რაც მთავარია, მე-18 საუკუნის გრაფიტები აღმოაჩინეს. ხელოვნების თვალსაზრისით ეს მეტად საინტერესოა. რადგან მხატვრული ფასეულობა მასაც გააჩნია. ესენი გახლავთ ეტიუდები, მაგალითად ეს არის ციკლოპი. და თუ ამ სურათს კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ქვა, რომელსაც ციკლოპი აკიც ესვრის, მეორე მხარეს ვხედავთ. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ხელოვანები სარკის გამოყენებით მუშაობდნენ.
ამაში თავად დარწმუნდებით. თქვენ მიერ აღმოჩენილ გრაფიტებს შორის რამე შეურაცხყოფელი ხომ არ შეგიმჩნევიათ? არა. თუმცა ვიტყოდი, რომ საკმაოდ საინტერესო და ცოტა დელიკატური რაღაც კი შეგხვდა. მაგალითად, აი, ნახეთ, ეს ორი ეშმაკი ერთმანეთს ენებით ეხება. ერთმანეთს ენით გოცნიან. ამიტომ არა, ეს შეურაცხყოფელი არ არის, მაგრამ არის ცოტა ტენდენციური, გადაჭარბებული. დიახ, ნამდვილად. საოცრებაა ამ გრაფიტებმა ჩვენამდე რომ მოაღწია. თუმცა ერთი შეკითხვა მაინც ღიად რჩება. მე-18 საუკუნის არტისტებმა რატომ დატოვეს ეს კვალი? ეს იგივეა ქუჩის არტისტებს კითხოთ. ამას რატომ აკეთებო? ისინი ხომ თავიანთი ცხოვრების, თავიანთი ყოფის კვალს ტოვებენ და გვახსენებენ, რომ ამა თუ იმ ადგილას იყვნენ. იმის გამო, რომ ქაღალდის შოვნა საკმაოდ რთული იყო და ძვირიც ჯდებოდა. ჩემი აზრით, არტისტებმა იული გამოსავალი გამონახეს. დაინახეს თეთრი სწორი კედლები, რომლებზეც მუშაობა იული იყო და ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს. ისინი კედლებზე ხატავდნენ, ვარჯიშობდნენ და ეს ვარჯიში არანაირ ხარჯთან არ იყო დაკავშირებული. ჩვენც დაახლოებით იმავეს ვაკეთებთ, მაგრამ ოღონდ ცოტა დიდი მასშტაბით. ჩვენც გარეთ მუშაობთ, მიზანი ერთი გვაქვს, ამა თუ იმ ქალაქში დავტოვოთ ჩვენი კვალი. მე კი აქ მუშაობისას ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს ყველა მათგანი აქ არის. ყველა მოჩვენებას ვხედავ. თითქოს მათ ნაკვალევზე დავდივართ. თითქოს მათი ხმები ჩამესმის. ეს ფრესკები იმდენად ლამაზი და გასაოცარია, რომ მათი გავლენის ქვეშ ექცევი. ვფიქრობ, რომ ამ პროცესში მონაწილეობის მიღება მართლაც გენიალურია. ნამდვილად საოცარია. არტისტული კავშირი, რომელიც მთელ ისტორიას გასდევს, თავს მედიჩების ვილაში იჩენს. იმისთვის, რომ ლეკისა და სოვატის წინამორბედი პანსიონერების შესახებ მეტი გავიგოთ, ბიბლიოთეკაში ვბრუნდებით. ზოგიერთი მათგანის მხატვრული კვალის დასანახად ისევ ზემოთ ასვლა გვიწევს. ეს გახლავთ მე-19 საუკუნის დასასრულს დაწერილი 460 პორტრეტი. ამ სახეებს შორის არის პირველი ქალი, რომელიც 1903 წელს აქ შემოვიდა. ეს გახლავთ კომპოზიტორი ლილი ბულანჟე. აქვე არიან წარმოდგენილი კარპო, დავიდ დანჟე, შარლ გარნიე თუ ბიზე. ცხადია, არ უნდა გამოგრჩეს ექტორ ბერლიოზი, რომელიც 1831 წელს ჩამოვიდა რომში. სულელური ყაზარმა, სწორედ ასე შეაფასა ბერლიოზმა ვილა. იმის გასაგებად თუ რას გულისხმობდა, ყოფილი პანსიონერისა და მუსიკათმცოდნის მემუარებს უნდა გავეცნოთ. სასახლე ულამაზეს ბაღებს გადახურებს. ზუსტად ისეთია, როგორიც აკადემიის ბაღები უნდა იყოს. დირექტორის აპარტამენტი განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა, რასაც ვერ ვიტყვით პანსიონერების ოთახებზე, რომელთა უმეტესი ნაწილი მეტისმეტად პატარა, არაკომფორტული და თითქმის ცარიელია. პანსიონერები ვალდებულნი არიან პარიზის აკადემიაში ყოველწლიურად გაგზავნონ ერთი ტილო, ნახატი, медალი ან პარტიტურა. ამ მოვალეობის შესრულების შემდეგ მათ შეუძლიათ დრო თავიანთ ნებაზე გამოიყენონ და რაც უნდათ ისაკეთონ, რადგან ამის გამო პასუხს არავინ მოსთხოვთ. ამ მემუარებში ბერლიოზი საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს. ერთი მხრივ ის კრიტიკულად არის განწყობილი დაწესებულების, განსაკუთრებით კი პრიზების მინიჭებასთან დაკავშირებით. მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება ითქვას, რომ ეს მემუარები თავისუფალი შემოქმედებისადმი მიძღვნილი ნამუშევარია. მისი გასაირნებები, ულამაზეს ხედებზე დაკვირვება და აკუსტიკური პეიზაჟები, დიახ, შეიძლება ასეც ითქვას, რადგან ის გლეხების სიმღერებს ისმენდა და რაღაცებს ინიშნავდა, კომპოზიტორისთვის შთაგონების უშრედ წყაროდ იქცა. სწორედ ამ შთაბეჭდილებებით შეიქმნა ოპერა ბენვენუტო ჩელინი, რომლის მოქმედებაც რომში ხდება და ორი სიმფონია, რომეო და ჯულიეტა და ჰაროლდი იტალიაში. მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც ვერასოდეს შეიქმნებოდა, რადგან ბერლიოზს რომში ჩასვლა არ სურდა.
რომში ჩამოსვლა არ უნდოდა, რადგან იმდროინდელი პარიზისგან განსხვავებით ეს არ იყო კულტურული ცენტრი. განსაკუთრებით მუსიკისთვის. ბერლიოზი ფიქრობდა, რომ რომში 2 წლის გატარება დაანგრევდა იმ ხიდს, რომელიც პარიზულ მუსიკალურ ცხოვრებასა და მის შემოქმედებას შორის იყო გადებული. იმ პერიოდში მას უკვე იცნობდნენ როგორც ცნობილ მუსიკოსსა და დირიჟორს. ახლო კავშირს ამყარებდა ლისტთან, აბენეკთან და პარიზის ოპერასთან. სულაც არ იყო გამორიცხული, რომ 2 წლით ადრე ასე შორს წასვლით ყველა ეს მიღწევა წყალში ჩახროდა. ახლა შევდივართ იმ ადამიანის სახელოსნოში, რომელიც თავისი ცხოვრებით ძალიან ჰგავს ბერლიოზს. კენჯი საკაი აკადემიის პანსიონერია და უკვე საერთაშორისო აღიარებით სარგებლობს. ეს უკვე ძალიან საინტერესოა, რადგან ამ ორ სტროფს შორის სრულიად განსხვავებული ორკესტრირებაა. აქ ჰიუგოს სიტყვების შესრულება ისეთია, როგორიც ფორტეპიანოზე გვესმის, ხოლო აქ მეორე სტროფის შესავალში აბსოლუტურად განსხვავებულია. დიახ, გეთანხმებით. პირადად ჩემთვის ყველაზე საინტერესო განსხვავებული შესრულებებია. ეს ეხება როგორც პირველ სტროფს, სადაც სიმებიანი საკრავებია გამოყენებული, ასევე ეხება მეორე და მესამე სტროფებს. დიახ, მესმის, ბერლიოზის შემოქმედებაში ყოველთვის იგრძნობა სხვადასხვა ტექსტების სხვადასხვანაირი მუსიკალური გაფორმება, რათა მათ ახალი ღირებულება შეიძინონ. ვიტყოდი, რომ ორკესტრირების თვალსაზრისით ბერლიოზი ჩემი წინაპარია. უსაზღვრო ფანტაზია აქვს და ინსტრუმენტების გასაოცარ კომბინაციას ქმნის. რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი პრაქტიკა მანამდე არ არსებობდა. ვიტყოდი, რომ აღფრთოვანებული ვარ ბერლიოზის მუსიკით კი არა, მისი მიმდინარეობით. ბერლიოზის გარდა მუსიკოსებიდან გამოვარჩევდი ასევე დებიუს, რაველს, მესიანს და ბულეზს. ბერლიოზი წერს, რომ ვილაში მეტისმეტად მოწყენილია. თუმცა აქ ქმნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნაწარმოებს, ტყვე ქალი. აკადემიის პანსიონერებთან ერთად ბერლიოზი აბრუცოში მიდის, სადაც მათთან ერთად ვიქტორ ჰიუგოს ორიენტალებს ეცნობა. ბერლიოზი წიგნს შლის, ხედავს ტყვე ქალს და მეგობარს ეუბნება. ამ ნაწარმოების მუსიკა ყურში ჩამესმის. თუ ახლავე არ დავწერეთ, ამავიწყდებაო. ამგვარად ის ქმნის ნაწარმოებს, რომელიც იმდენად პოპულარული ხდება, რომ აკადემიის ყველა კუთხესა და ოთახში ამ ნაწარმოებს მღერიან. გაბეზრებული დირექტორი ორას ვერნე ბერლიოზს ეუბნება. როცა თქვენს მთებში დაბრუნდებით, ეს თქვენი ტყვე ქალი თან წაიღეთ, რადგან ვილაში ყოფნა უკვე მეტისმეტად აუტანელი გახდაო. მისი გვარი კარგად იცით, რადგან რამდენჯერმე უკვე ვახსენეთ, მაგრამ სახეზე ჯერ არ გინახავთ. მიუხედავად იმისა, რომ კარდინალის ოთახებში სულ ჩვენ გვერდით იყო, მაინც ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა. ეს ჟან დომინიკ ენგრი გახლავთ. 1834 წელს ენგრი ვილა მედიჩის დირექტორად დაინიშნა. იმ პერიოდში ის უკვე დიდი მხატვარია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ მთლად წარმატებული დირექტორი ვერ არის. მას საკუთარი პრაქტიკა და მხატვრობა უფრო აინტერესებს, ვიდრე პანსიონერების ცხოვრება და მათ მიერ შესრულებული ნამუშევრებისთვის თვალყურისდევნება. ამიტომ მისი დირექტორობის პერიოდს აკადემიისთვის გამორჩეულად ბრწყინვალე პერიოდს ვერ დავარქმევდით. ამ დროს შეიმჩნეოდა ავანგარდისტული მიმდინარეობების მარგინალიზება. იქნებოდა ეს რეალიზმი თუ იმპრესიონიზმი. ამ მიმდინარეობებმა ვერ დაიმკვიდრეს ადგილი მედიჩების ვილაში. თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ენგრის ბრალი იყო. აკადემია ანტიკური ხანის ნამუშევრების მუდმივ იმიტაციაზე რომ გახდათ ორიენტირებული. ენგრი იტალიაში ბევრს მუშაობს. დირექტორი თავადაც აკადემიის პანსიონერი იყო. მისი ახალგაზრდობის დროინდელი ნამუშევრების სანახავად ლუვრში ვბრუნდებით. ოიდიპოსი და სფინქსი სწორედ ენგრის პანსიონერობის პერიოდშია შექმნილი. გამორჩეულია მისი მობანავე ქალიც, რომელსაც ის 1808 წელს რომიდან აგზავნის.
როცა ამ ნამუშევარს ვუყურებთ, პირველად იმას ვფიქრობთ, რომ პანსიონერი ენგრი მეტად პროგრესული მხატვარია. ენგრის შემოქმედებაში ზურგის ხედი ხშირად არ ფიგურირებს. ჩვენთვის ცნობილია, რომ ის ახალგაზრდობიდანვე, როცა ვილა მედიჩიში ცხოვრობდა, დახვეწილი გემოვნებით გამოირჩეოდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ნაწარმოები იტალიური გავლენით შეიქმნა. კერძოდ რაფაელის ნამუშევრებითა და ვილა ფარნეზინის ფრესკებით, რომლებსაც მხატვარი ხშირად დაკვირდებოდა. რადგან ტილოზე ქალის სახე არ ჩანს, იმ პერიოდში ნამუშევარმა კრიტიკა დაიმსახურა, მაგრამ დრო იცვლება. მობანავე ქალი ახალგაზრდობისას შექმნილი ნაწარმოებია. ვერ ვიტყოდი, რომ იმ პერიოდში ეს ტილო შეუმჩნეველი დარჩა, მაგრამ დღევანდელი რეალობისგან განსხვავებით, საზოგადოებამ ის შედევრად ნამდვილად ვერ აღიქვა. სამაგიეროდ 1855 წელს, როცა ის უნივერსალურ გამოფენაზე ხელმეორედ გამოიტანეს, დამთვალიერებელმა სულ სხვა თვალით შეხედა. მას შემდეგ ამ ნამუშევარმა ხელოვნების ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა. არტისტი თავადაც აღფრთოვანებულია. ნამუშევარმა კვალი დაამჩნია მთელ მის კარიერას, განსაკუთრებით კი 1862 წელს შექმნილმა უდიდესმა ტილომ სახელწოდებით თურქული აბანო. რომში ვილას პანსიონერები ვახშმისას ერთად იკრიბებიან. ერთმანეთს თავიანთ მოსაზრებებს უზიარებენ. უპირველეს ყოვლისა ვილა არტისტების გაერთიანებაა. ვიტყოდი, რომ ეს ადგილი ერთგვარი სამოთხეა. ძალიან გაგვიმართლა აქ, რომ მოხვდით და მუშაობის შესაძლებლობა მოგვეცა. ამაში ვგულისხმობ თუნდაც ანტიკური ხანის ნამუშევრებზე მუშაობას. ახლა უკვე წარმოუდგენლად გვეჩვენება, რომ შეიძლებოდა აქ არ გვეცხოვრა. იმედია, აქაურობა ძალიან შეგვცვლის. ყველა პანსიონერმა იცის ამ გასაოცარი ადგილის, ფრანგული მემკვიდრეობის ულამაზესი საგანძურის ფასი. დღეს საფრანგეთის აკადემიის მიზანია მედიჩების ვილაში გაჩნდეს ხელოვნების სამყაროს ახალი გზები და ვილის კედლებზე დარჩეს ახალი კვალი. ახმოვანებდნენ მაია ხმალაძე და გუგამ გალუგლიშვილი. გახმოვანების რეჟისორი მაია ჩართულანი. გახმოვანებულია პირველი არხის მიერ.